ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს, ბრძანებდა დიდი ილია. ეროვნული ცნობიერებით მართულ ქვეყანას ეროვნული იდეოლოგიის პოლიტიკოსი უნდა მართავდეს, სხვანაირად ქვეყანას მომავალი არ აქვს. დღეს ჩემში ოდნავ არ იწვევს ეჭვს, რომ საქართველოს უბედურებაა ქვეყნის გარედან შექმნილი ფინანსირებადი და მართვადი ხელისუფლება. არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკოსები, საინფორმაციო საშუალებები. ბრძანებს გელათის აკადემიის აკადემიკოსი, ქვეყნის ერთ-ერთი სუფთა და ძლიერი პოლიტიკოსი ბატონი თეიმურაზ შაშიაშვილი. ძალიან ცდელობა, მეცნიერთა ცდელობა იმის თაობაზე, რომ შეფასდეს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და ითქვა საითკენ უნდა წავიდეთ. რას ნიშნავს სახელმწიფო კაცების საკრებულო, რას ნიშნავს პიროვნებათა პარლამენტი, რას ნიშნავს ხალხი ქირაობს ხელისუფლებას, ესეთი პროექტი, რას ნიშნავს თუნდაც თავისუფალი ტელევიზია, რომელიც აქ აქვს ჩამოყალიბებული მეცნიერებს და აქ არის პროგრამა, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული სამოქმედო 6 თვის განმავლობაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს იწყება ხალხის წერილით, რომელიც მარტის დასაწყისში ჩაბარდება ხელისუფლებას. აი ამ დოკუმენტის პირველ ნაწილში არის 10,000-ზე მეტი ხელმოწერა ამ წერილზე, რომელიც აქ არის, ხალხის წერილი ქვია მას, ხელისუფლებას. შეფასებულია ბევრი რამ, ჩამოყალიბებულია ყველაფერი და შეგიძლიათ რომ გამოვიყენოთ, როგორც გითხარით, 10 მარტამდე ჩაბარდება ხელისუფლებას. ის რაც დღეს ხდება ქვეყანასა და ქვეყნის გარეთ, საერთოდ ქართულ პოლიტიკაში, იქნებ ეს არის ყველაზე დიდი შეთქმულება ქვეყნის წინააღმდეგ, ან ყველაზე დიდი მოტყუება ქართველი ხალხის და საქართველოს მოსახლეობის. რა ბანკების ხელში შეა თელი საქართველოს რა ხო არ შეიძლება რომ ბანკის ფსიქოლოგიით და ბანკერის ფსიქოლოგიით იმართებოდეს თელი ქვეყანა ხომ არ შეიძლება რომ ასე გადააჯეჯილოთ ამ ქართულ ხალხზე, ქართულ სულზე, ქართულ გულზე, ქართულ ტრადიციაზე, ქართულ კაცობაზე ეს ველური საბანკო სისტემა. ჩვენ ცივილიზებული საბანკო სისტემა გვინდა და არა ველური. დღეს არ არსებობს ოჯახი, რომელიც არ გათელა ბანკმა. არ არსებობს. სწორედ მისივე მთავარი პოზიციაა მიმართული სიყალბისა და კორუფციის წინააღმდეგ, რომ ურთიერთჩასაფრებულ პოლიტიკურ ძალთა ბრძოლა დამანგრეველია ქვეყნისათვის. ქართული ინტელიგენციის დიდმა კორიფეებმა თეიმურაზ შაშიაშვილი სანდო პოლიტიკოსად აღიარეს, რომელსაც ქართული საზოგადოება, მეცნიერება, შემოქმედებითი კავშირები და ერის უმრავლესი ნაწილი ნდობას უცხადებს. სწორედ ამიტომაც არის იგი ქართული ინტელიგენციისა თუ შემოქმედებითი კავშირების ყველა ღონისძიების ხშირი სტუმარი. ქუთაისში იყო დიდი დღესასწაული ოპერის თეატრში. რა თქმა უნდა ესწრებოდნენ ის გუბერნატორები, მერები და ასე შემდეგ, ვინც ამჟამად არის იმერეთში. მაგრამ საოცრება იყო, ვინც გამოვიდოდა სცენაზე, ყველა აქებდა ბატონ თემურს. ასე რომ არის ხოლმე ადამიანები, ვინც მარადიულად რჩება შეცნობიერებაში თავისი სიკეთით, თავისი საქმით და ის კი არ არის ბედნიერება, როცა შენ სკამზე ხარ და გაქებენ, არამედ როცა იქ აღარ ხარ და იქ გულისხმობენ და იქ უნდა რომ იყო ქვეყანას. მე ვიწონებ იმ ნაბიჯებს, რასაც ხელისუფლება დღეს დგამს, მაგრამ პატივისცემით ვამბობ იმასაც, რომ გაკეთება შეიძლება გაცილებით მეტის, თუ ქვეყნის, მეცნიერების, საერთოდ მოაზროვნე ადამიანების პოტენციალი ამოქმედდება. ბრძანებს თემურ შაშიაშვილი და იქვე დასძენს. დღეს მთავარია ფიქრი არა პიროვნულ გამარჯვებაზე, არამედ სიძულვილის სიყვარულით დამარცხებაზე და ქვეყანაში სიკეთით გამარჯვებაზე. ხლევინმე იკითხავს კი, მაგრამ გამოსავალი სად არის? არაფერი ამ ქვეყანას პრობლემა არ გააჩნია, ამ წყლის, ამ ხაერის, ამ სითბოს, ამ მიწის, ამ გეოგრაფიული მდებარეობის, ამ ბუნებრივი რესურსების, ამ ადამიანური რესურსების ქვეყანაში, ამ ინტელექტის ქვეყანაში ასე როგორ შეიძლება ვცხოვრობდეთ? ესე იგი რეალურად ხო უნდა ვთქვათ, რომ მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ ჩვენ ყველაფერი უნიკალური გვაქვს და ყველაზე ცუდად, ერთ-ერთი ყველაზე ცუდად მცხოვრები ქვეყანა ვართ. ანუ ყველა გვეუბნება, რომ ეს უნდა იყოს ბედნიერებით სავსე ქვეყანა. საქართველოს ყველაზე მთავარი საკითხი არის სამუშაო ადგილის შექმნა. მე გეუბნებით, რომ 1 მილიარდი იქნება მარტო ყოველწლიურად საშემოსავლო, რომელიც შემოვა 1 მილიონი სამუშაო ადგილი რომ შეიქმნება ქვეყანაში. 1 მილიარდი იქნება ყოველწლიურად როგორც მინიმუმ საშემოსავლო.
ეს ჩადე ეკლესიაში, ეს ჩადე მეცნიერებაში, ეს ჩადე კულტურაში. ესე 500 მილიონი არის საჭირო 100 კურორტი. ყველა კუთხე კუნჯუშია, რაჭა, აბლო, ზოგი, ესე იგი, ლეჩხუმი, სვანეთი, კახეთი, იმერეთის ყველგან. ამ საქართველოში 500 მილიონი ლარით მოქმედებაში მოიყვანო ეს 100 კურორტი, მთელ მსოფლიოში ცნობილი გახდა და ესე იგი 5 წლის შემდგომ როგორც მინიმუმ 10 მილიარდი იქნება, რომელსაც მიიღებს შემოსავალს. ბატონო, რას ვტირი ვარ ჩვენ, ვიცას ვეხვეწებით. კითხვაზე გვეშველება რამე, ის პასუხობს, გვეშველება. რომ გადარჩენა არც ქუჩის მიერ შექმნილ ბელადშია და არც მილიარდერში. გადარჩენა მორალურ ადამიანთა ერთობაში, გულანთებულ და შიშველ ხელებიანთა მოძრაობაში, თავგანწირვისათვის მზადმყოფ პოლიტიკოსებშია. მხოლოდ ამ გზით შეიძლება განათლებულ ადამიანთა ხელისუფლების შექმნა, ხელისუფლებისა, რომელიც გარედან არ მოიმართება და ხალხის მსახური იქნება. დღეს ქვეყანაში მოწონთ ის ხელისუფალი, ვინც ამ ქვეყანაში ამრუდებს აზროვნებასაც, ცხოვრების წესს და გვადაბებს. ქუჩის პოლიტიკოსებმა დაანგრიეს ეს ქვეყანა, ანგრევენ. დღეს არის მცდელობა იმისა, რომ ისე ქუჩაში გადავიდეს პოლიტიკა. დღეს ძალიან ბევრ ფულიანს არ აწყობს, რომ მოწესრიგდეს ქვეყანაში რაღაც, ამიტომ ისინი ბევრ ამას აფინანსებენ. საქართველოში ფული არ არის ჭკვიანი ხალხის ხელში. ფული არის იმ ხალხის ხელში, რომლებსაც მუდმივად არეულობა აწყობთ. ისეთი პრეზიდენტი უნდა მოვიდეს, ეს კურორტი კი არ არის, როგორც აქამდე ისვენებდნენ პრეზიდენტს. კომფორტი ზონა. ეგ არის იცი რა, შეწირული უნდა იყოს, შეწირული. თავგანწირული უნდა იყოს. თანაც გამოცდილება უნდა კონდეს და ხალხი უნდა გიყვარდეს, ქვეყანა უნდა გიყვარდეს. დღეს ქვეყანას ჭირდება პრეზიდენტი, რომელიც დაამსხვრებს ამ პარტიულ სამთავროებად დაყოფილ საზღვრებს დაამსხვრებს. ადამიანი თანამდებობაზე უნდა დანიშნო მაშინ, როდესაც ის მზად არის ამისათვის. ამერიკა ძლიერია, იმიტომ რომ თუ 20 წელი არ უყურებენ პიროვნებას, ისე არ ირჩევენ თანამდებობაზე. 60 წელს თუ არ გადაცილდა ჩინეთში ისე სერიოზულ თანამდებობას არ ამდობენ. იაპონია ასეა, გერმანია ასეა. მე არც ბიზნეს ხმა მჭირდება და არც ბიზნეს ლანძღვა მჭირდება. მე ვიცი რომ ერთადერთი ვისაც შეუძლია ქვეყანას მოუტანოს სიკეთე, ეს არის ხალხისგან, ვინც იქნება რეკომენდირებული. ჩვენ ვამბობთ ქართული მხოლოდ ქართული გზა, ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს. საქართველო არასდროს არ ყოფილა ჩაკეტილი ქვეყანა. ჩვენ ყოველთვის ვიყავით ზოგადკაცობრიულ იდეალებთან თანხმობაში. ქვეყნის გარეთ მეგობრები უნდა ვეძებოთ და არა პატრონები. და უნდა გავამთავისუფლოთ საქართველოს ჩვენ ამარჩევნებით იმ ადამიანებისაგან, რომლებიც გარეთ პატრონებს ეძებენ და საქართველოს პოტენციალი საერთოდ არ იციან. იმ ფულითაც კი მეცნიერები ამბობენ, რომელიც დღეს საქართველოს ბიუჯეტშია, მინიმუმ 5-ჯერ მეტი საქმის გაკეთება შეიძლება, ვიდრე დღეს ეს რეალურად კეთდება. ამიტომ პოზიცია არის ასეთი კონგრესის, რომ ჩვენ თავაზობთ ყველას. მეცნიერები წერენ პროგრამას, ჩვენ მივდივართ მეცნიერებათა აკადემიაში, ყველანი პარტიები და ვამბობთ, შევძლებთ თუ არა იმის გაკეთებას, რომელიც მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ რეალურია ქვეყანაში, რომ დაახორციელდეს და ამას უსმენდეს მთელი საქართველოს მოსახლეობა. ეს არის ის, რომ გავიშიფრებით ჩვენ ვინ ვართ, რომელი პარტია, ვინ რას წარმოადგენს და საერთოდ კონგრესი თავაზობს ყველა პოლიტიკურ პარტიას. მიდით მეცნიერებათა აკადემიაში, გამოდით მეცნიერების წინაშე, წავიდეს ეს პირდაპირ სატელევიზიო გადაცემით, რა გინდათ ქვეყანაში რო გაკეთდეს და მოусმინეთ კითხვებს და დაუსვით ამას. ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი, თუ ჩვენ გვინდა გავიგოთ რეალურად რა ხდება ქვეყანაში და თუ ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, რომელი პოლიტიკური ძალა რეალურად რას წარმოადგენს. მე ვამბობ იმას, რომ თუ მე გავიმარჯვებ ხალხთან ერთად, თუ მე გავიმარჯვებ, დარწმუნებული უნდა იყოს საქართველოს მოსახლეობა, რომ ეს მისი გამარჯვება იქნება. ეს ჩემი არა მარტო სუბიექტური მოსაზრება, ეს რწმენაა ჩემი. იმიტომ რომ ქვეყანა ჭირდება გამოცდილიც და თავშეწირვა რო შეუძლია დღეს. დღეს არის უზნეო უმცირესობის ბატონობა ზნეობრივ უმრავლესობაზე. ეს ზღვარი რომ დაარღვიო, ეს უნდა ინიშნავს, რომ უნდა თავი გადადო. ვერ გადადებს ვერც ერთი პარტია, რომელიც ჩასაფრებულია. პოლიტიკურ საზოგადოებრივი გაერთიანება თეთრების ლიდერი თეიმურე შაშიაშვილი, პროფესიით პოლიტოლოგი, ინჟინერი, ეკონომისტი, გელათის მეცნიერებათა და ასევე მწერალთა, ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემიების აკადემიკოსია. იგი მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. იყო ქალაქ ქუთაისის მერი, იმერეთის გუბერნატორი, საქართველოს პარლამენტის წევრი.
მიღებული აქვს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოები, საერთაშორისო დიპლომები. არის საჩხერისა და ჭიათურის საპატიო მოქალაქე, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქების, კოლუმბიისა და ინდიანაპოლისის საპატიო მოქალაქე, არის 40-ზე მეტი სამეცნიერო შრომისა და სტატიის ავტორი. ეს არის პოლიტიკოსის მდიდარი ბიოგრაფიის მცირე მონახაზი. სწორედ ასეთი პოლიტიკოსი სჭირდება ერს და ქვეყანას. არ შეიძლება სატელევიზიო სივრცე ქვეყნის ებრძოდეს იმ ქვეყანას, რომელ ქვეყანაშიც ცხოვრობს და ჩვენ არ გვაქვს დარბაზებში შეხვედრები, ჩვენ არ გვაქვს რა შტაბები აქვს შექმნილი, ამის არც საშუალებებია. მე ჩამოვედი იმისთვის, რომ რუსთაველებს უთხრა. ეს ქალაქი არის ის ქალაქი, რომელიც რამდენიმესთან ერთად უნდა იყოს ყველაზე წარმატებული. თქვათ, აი ფოთი, ბოლნისი, ზესტაფონი, ჭიათურა, შესაბამისად რუსთავი. ეს უნდა იყოს ერთ-ერთი მდიდარი, ხალხი უნდა ცხოვრობდეს კარგად აქ. როგორ ცხოვრობს ხალხი, თქვენ ჩვენზე უკეთესად იცით. რომ ეკითხებიან, პრეზიდენტს უფლებები აქვს შეკვეცილი, ამას ვერ გააკეთებთ, ტყუიან ყველანი. მე გორს და გორელებს, შიდა ქალჩი ყველას ვეუბნები. პრეზიდენტი არის კონსტიტუციის გარანტი. კონსტიტუციის მიხედვით ყველა მოქალაქის უფლებები უნდა დაიცვას. დღეს მთავარია დარღვეული, ატყუებენ ხალხს, რომ საარსებო მინიმუმი ეს არის, რომ მაშინ როდესაც პირველი პუნქტი რაც მიწერია, რომ საარსებო მინიმუმისთვის მოვიწვე უცხოელ სპეციალისტებს ამერიკიდან და დასავლეთიდან საერთოდ და ვნახავთ როგორ კეთდება ამერიკაში კალათა, გავაკეთებთ ამ კალათას და ვეტყვით, რომ ნუატყუებთ ხალხს. საარსებო მინიმუმი ჩვენთან არის ეს კალათა. სინამდვილეში 700-950 ლარია. ატყუებენ ხალხს და დაავადყოფენ საქართველოს. მე დავიცავ ყოველი მოქალაქის ინტერესს. ამ მილიარდერებს და მილიონერებს თუ ხალხთან ერთად ვიქნებით, მოვიგებ და არავისგან დავალებული არ ვიქნები, არც უცხოეთისგან, არც საქართველოში რომელიმე ბიზნესმენისგან, არავისგან, ვიქნები მხოლოდ ქართველი ხალხისგან დავალებული. ეს არის ჩემთვის პრინციპული პოზიცია. ეს ხალხი ისეთ სიყვარული ჩემხდა დღეს, რომ სულ ფიქრობ იმას, რომ როგორ უპასუხო ამ ხალხს, ამ ხალხს უნდა უპასუხო თავგანწირული შრომით. რა სიტყვასაც ვეუბნებოდი, რაც პროგრამაში გვიწერია. დღეს ჩვენ აქ წარმოადგენთ ორ პროგრამას. ერთი არის ახალგაზრდობასთან დაკავშირებული და მეორე არის დაკავშირებული უფროსთაობასთან, პენსიონერებთან. ორთავე პროგრამა არის გამიზნული იმაზე, რომ როგორმე შევცვალოთ ქვეყანა. მე მინდა ვიყო ხალხის წარმომადგენელი და ხალხის პრეზიდენტი. ხალხის პრეზიდენტს აქვს ძალიან დიდი მანდატი და არავითარი პრობლემა თავრობასთან ურთიერთობის არ გააჩნია. მე ვერ ვხედავ პრობლემას, რომ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით დებატებში დავჯდეთ ერთმანეთთან მეც და პრემიერ-მინისტრიც, მეც და საგარეო საქმეთა მინისტრიც, სხვაებიც და რაც მთავარია, საქართველოს ყავს ინტელექტუალებიც სავსეა საქართველო. და ჩვენ ამად ეს ადამიანები უნდა ჩაერთონ, ეს უნდა მიდიოდეს ყველაფერი პირდაპირ სატელევიზიო გადაცემით. მე პატივს ვსებ ხალხს, მოქალაქეებს, ისინი შეხედავენ, ვის როგორი პოზიცია აქვს. ჩვენ პრიორიტეტი აქვს, ჩვენ გვაქვს უდიდესი პოტენციალი საგარეო ურთიერთობებში და ამას ვერ განახორციელებენ ის პრეზიდენტობის ის კანდიდატები, რომელსაც თავის თანამემამულეებთან ეშინიათ საუბარი. ისინი ვერც ბატონ ტრამპთან დაჯდებიან სასაუბროდ, ვერც ქალბატონ მერკელთან და ვერ მოიძებნა კაცი, რომელმაც შეძლოს საუბარი თუნდაც პუტინთან, იმიტომ რომ რუსეთის ხელისუფლებას აწყობს აქედან მაგინებელი. მაგრამ რომ დაჯდეს მასთან სასაუბროდ და თემ სოფლიოს გააგებინოს რეალობა რა არის, ასეთი ვერ მოიძებნა, მე ვიქნები ესე. მე გულწრფელად გეუბნებით, რომ რუსული ჯარი უბედურებაა საქართველოს ტერიტორიაზე. არ ვარ მსურველი სხვა ქვეყნის ჯარიც იდგეს ამ ქვეყნის ტერიტორიაზე. შვეიცარიული მოდელი ყოველ მხრივ ჩემთვის მისაღებია გერმანიასთან დიდი ურთიერთობა. შესაძლებელი უნდა იყოს ბატონო. შესაძლებელზე შესაძლებელია. აი ნუ შეიტანთ ხალხში იმას, რომ შეუძლებელია. შესაძლებელზე შესაძლებელია. ესე იგი თქვენ წარმოიდგინეთ, რომ რუსეთისგან თავის დაცვა გაერო საშუალებით თურქმენეთმა შეძლო. და ეხლა წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ ჩვენ სხვა მოდელი ვქონდეს რუსეთისგან თავის დაცვის გარდა იმისა, რომ გერმანია და შვეიცარიული მოდელი. არ არსებობს სხვა ომია, სხვა დაძაბულობა და სხვა ისევ დაპყრობა ტერიტორიების. ფული პარტიებში რო ტრიალებს, არის ცით თქვენ პარტიები. ჩვენ ირაცაუბრებში ხოლმე ამიტომ რა განსხვავებაა ამას შორის? გამარკვიეთ ერთი. ესე იგი გამდიდრდა ერთი ყველაზე მართალი, რაც თქვა ბატონმა ივანიშვილმა, თქვა რომ 1-2 კაცი არის ქვეყანაში, არაზოს ხელისუფლებაში არ ყოფილა და მილიონერი გახდაო. როგორ გახდა ის? სწორედ ამ ვაჭრობით. აი ამიტომ პროპორციული სისტემით გახდა ის. აი ამ იმას ვერ გაიყვანს, მაჟორიტარულად ვერ გაიყვანს. პარტიის ლიდერებს ეშინიათ მაჟორიტარული არჩევნების. იმიტომ რომ პარტიის ლიდერების 99% მაჟორიტარულ არჩევნებში არ აირჩევენ. ბიძინა ივანიშვილის ყოდა შანსი, რომ მას მიიღო ისეთი კონსტიტუცია, რომელიც იქნებოდა საოცრად ძლიერი ქვეყნისთვის. გაუშვეს შანსი ხელიდან. ბიძინა ივანიშვილის დარჩა ერთი შანსი, რომ ისეთი არჩევნები ჩატარდეს ქვეყანაში. სუფთა მართალი, წესიერი, ერთნაირი სასტარტო მოედნებით.
მოედნით, რომელიც ითქვა აქ, რომ ყველას ერთნაირი სასტარტო მოედანი ქონდეს. ეს იქნება. ჩემი მთავარი იქნება ის, რომ საქართველოს იყოს არა დაპირისპირების ადგილი, რომ დღეს დიდი ქვეყნები ჭამენ ერთმანეთს საქართველოს და თვითონ თანხმდებიან ვერ და საქართველოს გამოდის დამარცხებული. საქართველოს უნდა იყოს თანამშრომლობის ქვეყანა, თანამშრომლობის ტერიტორია, თანამშრომლობის სახელმწიფო. ეს წიგნი, ეს პრობლემა ამაზეა ორიენტირებული. მე დაუბრუნდები ისევ თითოეული ადამიანის გარანტი რომ გახდეს. დღეს საქართველოში ხელისუფლება ამბობს, რომ საარსებო მინიმუმი ეს არის 173 ლარი. ეხლა როცა სახელმწიფო თვითონ ხელისუფლება ადგენს საარსებო მინიმუმს, იგი ადგენს ის, რომელიც აწყობს მას. ანუ 180 ლარი რადგან არის ხელფასი, ის პენსია, ამიტომ ამბობს, რომ ჩვენთან პენსია უფრო მეტია ვიდრე საარსებო მინიმუმი. მე დღეს შევხვდი აქ პენსიონერებს და ამბობენ, რომ ჩვენ მე სხვას არავის არ ვარჩენ და საკუთარ თავს და პურს და წყალს თუ უვლის ამით და რაღაც ელემენტარულს და ტყუილი ხო არის უკვე ის, რომ 173 ლარია და თუ 173 ლარია, მე ვეკითხები ყველას, კი, მაგრამ თქვენ რატო გაქვთ 10000, 15000, 20000, 20000, 50000 ლარი აქვს ზოგიერთ მინის აღებული, თქვა სამხედრო მინის 50000, 40, 50000 ლარი გამოვიდა თვეში გასული წლის შედეგების მიხედვით. ანუ ტყუილია ხო ეს ყველაფერი, ამიტომ ამბობ, საქართველოში თუ დამარცხდას ესე იგი ეს როგორც იტყვიან აი სიყალბე თუ დავამარცხეთ ჩვენ, რასაც გვატყუებენ ყველა ხელისუფალი ამბობდა მუშაობ კარგად, მუშაობ უკეთესად, ვიდრე წინა. თუ ყველა კარგად მუშაობდა, ხო თუ ყველა აკეთებდა ყველაფერს ისი გაკეთებად შეიძლება, რატომ ცხოვრობთ ასე? დღეს ისეთი პოლიტიკოსების დროა, რომელთაც ქვეყნისათვის თავგანწირვა შეუძლიათ და რომლებიც ხალხში მეტნაკლები სიყვარულით სარგებლობენ. ბრძანებს ფილოსოფოსი, პროფესორი, აკადემიკოსი ბატონი რეზო ბალანჩივაძე და იქვე განაგრძობს, რომ თეიმურაზ შაშიაშვილი ის პოლიტიკოსია, ვისაც სახელმწიფოს მართვაში ჩართვა და მასში წარმატების მოპოვება სურს. იგი ეყრდნობა ბუნებისა და საზოგადოების განვითარების ობიექტურ კანონებს, რომლებიც ხსნიან ბუნების საგნებსა და მოვლენებს და ღრმად სწუდებიან საზოგადოებრივი ცხოვრების საზრის. ბატონი თემურ შაშიაშვილი ეყრდნობა მეცნიერულ ცოდნას, ჭეშმარიტ ცოდნას, ობიექტურ ცოდნას. ეს ის უპირატესობაა, რაც გამოარჩევს მას თითქმის ყველა პოლიტიკოსისაგან. ის ჭეშმარიტია, ის ობიექტურია. ამიტომაც არ იცვლის მსოფლმხედველობრივ პოზიციასა და ზნეობრივ ღირებულებებს. ამიტომაც უნდა ენდოდა გახვემას. ზუსტად ერთი წესიერი კაცია მოსაზრებული საქართველოში, რომელიც უხელმძღვანელებს ქვეყანას, ხელისუფლებას. და ის ერთი წესიერი კაცი მე ძალიან კარგად მოძებნის სხვა წესიერ კაცებს. და ამ წესიერ კაცად მე მიმაჩნია თეიმურაზ შაშიაშვილი. ის საერთაშორისო პიროვნება, კარგი წარსული აქვს ჩვენი ეროვნული საქმისთვის, ჩვენი სამშობლო საქმის და მე მგონი რომ გაიმარჯვებს თუ მას დაუდგება ნამდვილი ქართული გვერდში. დღევანდელობის თავარი კითხვა გვეშველება? მე ძალიან იმედიანად ვამბობ, გვეშველება. რა არის ამის საფუძველი ასეთი განწყობით რო ვამბობ ამას? აი, პროგრამა მეცნიერების მიერ შედგენილი, გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ. მეცნიერების მიერ ჩამოყალიბებული პროგრამა, ახალი განზომილება, ჩვენი ხედვა. ნახეთ, როგორია ეს. მინდა ვიცხოვრო ბედნიერებით სამშობლოში. ერთ კონკრეტულ მაგალითზე ვაჩვენეთ, რისი გაკეთება შეიძლება ქვეყანაში. ეხლა ვინმე იკითხავს, რა არის საჭირო ყველაფერი ამისთვის? საჭიროა მართვის სისტემის შეცვლა. როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ ჩვენ? საქართველო არის მდიდარი ქვეყანა და პარადოქსი არის იმაში, რომ მდიდარ ქვეყანაში ვცხოვრობთ ღარიბად. ეს არის მდიდარი ქვეყანა, ღარიბი ხალხით და მდიდარი პოლიტიკოსებით. აი, ბოლოა მთელი უბედურება. ჩვენ ყველაფერთან მოგვიყვანეს პოლიტიკოსებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა. ჩვენ ვსაუბრობთ და გამოკვეთილად ვამბობთ. დღეს ამოცანა არის იმაში, რომ მოხდეს რადიკალიზაცია, მაგრამ არა ქუჩაში, არა სხვაგან, არამედ ინტელექტუალური რადიკალიზაცია. როგორ ხდება ინტელექტუალური რადიკალიზაცია? ხალხმა, მოსახლეობამ უნდა იცოდეს ერთი რამ. გამარჯვების ხელისუფლება ყოველთვის მოდის გამარჯვებით, მაგრამ რომელი ხელისუფლება არის საქართველოსთვის? ის ხელისუფლება, რომელიც იმარჯვებს ტყუილით, ფულით, სოციალური დემაგოგიით, თუ მსგავსი რამეებით, თუ ის ხელისუფლება, რომელიც იმარჯვებს სიკეთით.
საქართველოში დღემდე არ მოსულა პოლიტიკური ძალა, რომელიც გაიმარჯვებდა სიკეთით. სიკეთით გამარჯვება არის დღეს ნომერი პირველი. სიკეთით გამარჯვება გადის გონებაზე და გულზე. ტყუილით, ფულით გამარჯვება გადის კუჩსა და ვნებაზე. ჩვენ ახლა რომელი უნდა ავირჩიოთ? ამერიკასაც ჰქონდა რთული პერიოდი, როცა ამერიკის პრეზიდენტად მოდიოდა რეიგანი წინა პერიოდებში ამბობდა, ორჯერ იყარა კენჭი არ აირჩიეს და 70 წლის იყო ბოლოს რომ აირჩიეს. ის ამბობდა, რომ ამერიკის წინაშე რთული მდგომარეობაა, ან კუჭი იმარჯვებს გონებაზე, ან გონება იმარჯვებს კუჭზე. ნახეთ როგორი დასკვნა გააკეთა, თუ კუჭმა გაიმარჯვა გონებაზე, დასრულდება ამერიკა, მაგრამ თუ გონებამ გაიმარჯვა კუჭზე, ამერიკა იქნება ზესახელმწიფო. შეძლო ამერიკელმა ხალხმა, რომ კუჭის პრობლემა მოეხსნა და ამერიკელებს უთხრეს მაშინ, ნუ მიაბით საკუთარი თავი კუჭს, მიაბით საკუთარი თავი გონებას. ეს არის დღეს მთავარი. ეხლა ვინმე იკითხავს ამისთვის რა არის საჭირო? ამ სამ კრებულში ლამაზად და კარგად არის ჩამოყალიბებული, რომ ჩვენ დღეს რეალურად გვჭირდება სამი რამ. პირველი, ინტელექტი რომ მოვიდეს მთლიანად მოძრაობაში. უმთავრესია პიროვნებათა პარლამენტი. არაერთი კაცის პოლიტიკური გემოვნებით შექმნილი პარლამენტი, არამედ პიროვნებათა პარლამენტი. უმნიშვნელოვანესია სახელმწიფო კაცების საკრებულო, როგორც ეს კათოლიკოს პატრიარქმა ბრძანა და აღნიშნა ძალიან ბევრი ქვეყნის გამოცდილების გათვალისწინებით თქვა ასეთი რამ, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო კაცების საკრებულო. ეს გამოთქვა სახელმწიფო კაცები ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნის. აქ ლაპარაკი არის იმ ადამიანებზე, რომლებმაც თავის ბეჭებით მოიტანეს დღევანდელობა და მათ მიმართ მადლიერები უნდა ვიყოთ, წესიერად იცხოვრეს, პატიოსნად არ გამდიდრებულან იმ დროს, როდესაც ხალხის მდგომარეობა რთული იყო. ასეთი ბევრი ყავს დღეს ქვეყანას ხელოვნებაში, კულტურაში, მწერლობაში, სპორტში, მედიცინაში, განათლებაში, ყველგან არიან ესენი, სოფელში და ქალაქში. ეს ხალხია მოსაძებნი და ეს სწორედ ის ხალხი, რომელიც არ გაყიდის ქვეყანას და პოლიტიკოსებს გვეცოდინება ჩვენ, რომ არსებობს ძლიერ ხალხთა სახელმწიფო კაცთა საკრებულო, რომელიც არ მოგცემს საშუალებას, რომ როგორც გვინდა ისე მოვექცათ ჩვენს ქვეყანას, როგორც ენვერ ნიჟარაძე კარგად ამბობს, რომ სამშობლო ერთადერთია და მას არ იცვლიან პერანგივითო. ხო არ შეიძლება რომ ვინ როგორ ვიმართებით გარედან, ისე მიდიოდეს ქვეყანა წინ. ჩვენ ვლაპარაკობთ პიროვნებათა პარლამენტზე, სახელმწიფო კაცების ესე იგი საკრებულოზე. ვამბობთ იმას, რომ დაადგა ბატონებო დრო ერთხელ პოლიტიკოსებმა ბოდიმში შემოუხადოთ ხალხს. იმისთვის რა მდგომარეობაშიც არის დღეს ხალხი და ქვეყანა, უარი ვთქვათ ჩვენ პარტიებით არჩევნებში მონაწილეობაზე და იქნებ შევიქმნათ სისტემა ჩვენი გამოცდილებიდან, სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე, რომ შეიქმნას პიროვნებათა პარლამენტი და ჩვენ თვითონ პარტიებმა შევქმნათ პოლიტიკურ პარტიათა ასამბლეა. ამ ასამბლეამ იმუშაოს პირდაპირ სატელევიზიო გადაცემით მიდიოდეს, რომ ქვეყანამ დაინახოს, ვინ პარტია, რას წარმოადგენს ჩვენ, ვინ ვართ. დღეს იცის მხოლოდ ორი პარტია. ორთავი არის დამანგრეველი. არც ერთი ამშენებელი არ არის. საქართველოში პარტიებს გარეთ გაცილებით ძლიერი ხალხია. პარტიებში არის ზნეობის დეფიციტი, ხოლო ზნეობრივ ადამიანებში პარტიების მიუღებლობა. ჩვენ ყველაფერს ვაერთებთ, მთელი ინტელექტუალური პოტენციალი მოდის ქვეყნის მოქმედებაში. რატო ვამბობ ინტელექტუალურს? საქართველო ისეთი წყალი აქვს, ისეთი ბუნება აქვს, ისეთი მიწა აქვს, ისეთი ჰაერი აქვს, რომ აქ ინტელექტია ნომერი პირველი. ჩვენ სოფლიოში ამით ვართ გამორჩეული. მასადამე ამ ქვეყანას ჭირდება ინტელექტუალური რადიკალიზაცია. ჩვენ სწორედ ამ წიგნებში ეს პროგრამა ჩავდეთ. ჩვენ მოსახლეობას ვეუბნებით, რომ არავით არის სხვა რამ სამშობლოზე მოყვარული ქვეყანა მოვიყვანოთ და გამარჯვება მოხდეს არა ფულით, არა ტყუილით, არა დაპირებებით, არამედ სიკეთით გამარჯვება. სიკეთით გამარჯვებულ ქვეყანაში გონების ბატონობა, ანუ ნიჭის ძალაუფლება, დღევანდელი ფულის ძალაუფლება უნდა შევცვალოთ ნიჭის ძალაუფლებით. შევძლებთ ამას, ჩვენ ვიქნებით ქვეყანა, რომელიც სოფლიოსათვის იქნება მაგალითი. არ შეიძლება ამ ქვეყანაში ცხოვრობდეთ ცუდად. ამ ქვეყანაში მხოლოდ კარგად უნდა ცხოვრობდეთ. ჩვენ წილხვედრი ქვეყანა ვართ და ეს არის ყოველთვის ხაზგასასმელი. ჩვენ უფლის ქვეყანა ვართ, ჩვენ წილხვედრი ქვეყანა ვართ, დიდი რელიგიის ქვეყანა ვართ ჩვენ და ჩვენ დიდი მომავალი გვაქვს. ჩვენ ცხოვრობთ რეალურად დღეს. ჩვენ ვართ დიდი წარსულის, ძიმე რეალობის, მაგრამ დიდი მომავლის ქვეყნიდან. როგორი იქნება ეს ქვეყანა, დამოკიდებულია იმაზე, ვის ავირჩევთ.
ავირჩევთ წესიერ ხალხს, ავირჩევთ ზნეობრივ ხალხს, ავირჩევთ კვალიფიციურ ხალხს, ავირჩევთ განათლებულ ხალხს, საქართველოს ექნება დიდი მომავალი. ავირჩევთ ფულით, ვიცხოვრებთ უარესად. რაც მეტი ფული დაიხარჯება არჩევნების დროს, მით უფრო ცუდად ვიცხოვრებთ და მით უფრო მეტი კორუფცია იქნება. რაც უფრო ჭკვიან ხალხს, განათლებულ ხალხს მოვიყვანთ ხელისუფლებაში, მით უფრო ვიცხოვრებთ კარგად. ერთხელ გადავდგათ ეს ნაბიჯი და შევქმნათ განათლებულ ადამიანთა ხელისუფლება, ანუ ნიჭის ძალაუფლების ხელისუფლება. მეს მინდა ვისურვო, ამ გზით მინდა ვიაროთ. ეს არის ქრისტეს გზა, ეს არის დავით აღმაშენებლის გზა.